ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს. კენჭისყრა რამდენიმე წუთში დაიწყება. ქართული ოცნების ავტორობით მომზადებულ ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს, რომ დღის ბოლომდე მოხდეს მისი მიღება. საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე აიგრძელება მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში. ასევე აიგრძელება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება. ჯარიმის ნაცვლად პატიმრობა იქნება განსაზღვრული ძალადობრივი ქმედებების საჯარო მოწოდებაზე. პოლიციელებზე ძალადობის თუ მუქარის ფაქტებზე კი პატიმრობის ვადები გაიზრდება. მანანა დევაძე პარლამენტიდან გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც განხილვებს და კენჭისყრებს ესწრება დღეს მთელი დღეა. მანანა, გისმენთ. პარლამენტმა შეკრება მანიფესტაციებთან დაკავშირებულ ახალ წესებს და ამ კუთხით ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრებას მხარი მესამე მოსმენით დღეს უნდა დაუჭიროს. დეპუტატებმა დღის პირველ ნახევარში დოკუმენტი მეორე მოსმენით დათქმებით დაამტკიცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, რომ დოკუმენტში შინაარსობრივი ცვლილებებიც შევიდეს. კონკრეტული დეტალები ჩვენ გვეცოდინება იურიდიული კომიტეტის დასრულების შემდეგ, რომელიც ამ წუთებში იმართება. ქართული ოცნების ავტორობით მომზადებულ დოკუმენტში არაერთი ცვლილება შედის, რომელიც ეხება მათ შორის ჯარიმების მატებას და ადმინისტრაციული პატიმრობის 15-დან 60 დღემდე გაზრდას. უფრო კონკრეტულად იკრძალება დახურულ სივრცეში შეკრება და მანიფესტაცია მესაკუთრის წინასწარი ნებართვის გარეშე. ასევე დაუშვებელია შენობის შესასვლელების, გზების, ესტაკადების, ხიდების და რკინიგზის ბლოკირება. გარდა ამისა, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი კუთხით მკაცრდება პოლიციელებზე, ასევე საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებზე მუქარა თავდასხმა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, დღეს მოქმედი კანონმდებლობა ძალადობრივი აქციების პრევენციას ვერ ახდენს და ამ ცვლილებების დამტკიცების შემდეგ პროტესტი კანონის ჩარჩოებში მოექცება და ამ სამართალდამღვევების პრევენცია მოხდება. ძალადობრივი პროცესები იყოს პრევენციულ რეჟიმში თავიდან არიდებული და არ გქონდეს არ ვიყოთ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც გვიწევს ხოლმე მერე რაღაც ძალადობრივ ფაქტებზე რეაგირება. ეს კანონმდებლობა სწორად ამას ემსახურება უპირველეს ყოვლისა, რომ თავიდან იყოს არიდებული პრევენციულ რეჟიმში ვართ, თავიდან ავიცილებს გავს ტიპის ძალადობრივი ქმედებები და დემონსტრანტებს არ ქონდეთ იმისი სურვილი თუ წახალისება, რომ თქვა შეუტიონ სახელმწიფო ინსტიტუტებს თუ თავს დაესხნან საპოლიციო ძალებს. ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადებებს მე ამ შემთხვევაში დღევანდელი მიმდინარე კონტექსტის და ფონის განთვალისწინებით მე მხოლოდ ერთს ვისურვებდი, რომ ამ ადამიანებმა ევროპის დემოკრატიის ფონდის საქმიანობა გაასაჯაროონ, რათა ვნახოთ USAID-ის სკანდალის გათვალისწინებით, ვნახოთ რაში იხარჯება ეს ფული, ხომ არ იხარჯება შემთხვევით ეს ფული დიახაც აი ამ მსგავსი ტიპის ძალადობრივი დემონსტრაციების წახალისებაში, მათ დაფინანსებაში თუ სხვა მხრივ პოლიტიკურ მხარდაჭერაში. 84 ტყვია კეფაში. მოვკლათ კოცები, გამოქვეყნდა ჩვენი პირადი მონაცემები და იქ იყო მოწოდებები, ღია მოწოდებები, რომ დავაბულინგოთ და მიუვარდეთ დეპუტატების ოჯახის წევრებს. რა თქმა უნდა, ეს უნდა დამთავრდეს. ეს არის ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმი. ისიც რომ კაცრდება მიმართულებები, მაგალითად პოლიციასთან მიმართებაში, რომ პოლიციას წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიო, არ უნდა იძალადო პოლიციელზე, პოლიციის ოჯახის წევრთან დაკავშირებულ მუქარებთან დაკავშირებით, ისევ პოლიტიკური თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეები, მათთან დაკავშირებული მუქარები და ასე შემდეგ. ხომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის ნორმალური. პირდაპირ ჩანს, როგორ გამოიყენებოდა მეთოდებად, ზუსტად აი ის, რასაც ჩვენ ხედავდით, საზოგადოებრივი წესრიგის ასე ვთქვათ, ხელშეშლა, როგორც ერთ-ერთი მეთოდი, გარედან დაფინანსებული მეთოდი ხელისუფლების აყირავებისა, რაც ჩვენ ვნახეთ არაერთხელ ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიამ საკუთარი თავი უნდა დაიცვას და ამ მხრივ ყველა საკანონმდებლო ინსტრუმენტი, რაც საჭიროა, რომ დემოკრატიამ დაიცვას საკუთარი თავი, ეს იქნება უზრუნველყოფილი. აქციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია და უწოდებს ანტიკონსტიტუციურს. მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით დაგეგმილი ცვლილებებით ქართულ ოცნებას 28 ნოემბრიდან დაწყებული პროტესტის ჩახშობა და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სურს.
ისინი არიან აპათიაში, მათ უნდათ როგორმე გააჩერონ აქციები. ეს აქციები არის რაც მათ უქმნის პრობლემას, სერიოზულ პრობლემას. ივანიშვილი, რომელიც პრობლემას ვერ უგვარებს ქართულ ოცნებას ამ მართულებით და ვერ უგვარებს პუტინს პრობლემას, უნდა შემოიტანონ კანონები, რომელიც დააშინებს საზოგადოებას. სინამდვილეში ეს არის მათი შიშის და ფრუსტრაციის გამოვლინება და ცდილობენ ასე გააჩერონ პროტესტი, რომელიც არ მგონია რომ გაჩერდეს, კი ნამდვილად არ გაჩერდება. კანონმდებლობის დეტალურად განხილვას არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მიზანი არის ერთი. ყველა საკანონმდებლო ინიციატივას გააჩნია საკუთარი მიზნობრივი დასაბუთება, რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც ივანიშვილის რუსულ რეჟიმს შემოაქვს, მათი მიზნობრივი დასაბუთება არის მხოლოდ ერთი. შეაჩეროს და შეწყვიტოს დამოუკიდებელი პროტესტი და ხელი შეუშალოს მოქალაქეებს, რომ კონდეთ გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება. ოცნების არალეგიტიმური მთავრობა იგონებს სხვადასხვა შინაარსობრივი დატვირთვის მქონე ეგრეთ წოდებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, იგონებს იმისთვის, რომ შეახშოს პროტესტის მუხტი და ისინი ფაქტიურად რეაქტიულად ცდილობენ, რომ უპასუხონ ამ პროტესტს და ნებისმიერ პროტესტის მხრიდან ნებისმიერ ინიციატივას მეორე დღეს უკვე ამ არაკონსტიტუციური კანონების შემოღებით პასუხობენ. ხალხი მაინც გააპროტესტებს დღევანდელ მდგომარეობას იმ არაკონსტიტუციურ ჩიხს, რომელშიც შეგვიყვანა ოცნების მთავრობამ და პროტესტს არ ემუქრება არანაირი საფრთხე. საკანონმდებლო პაკეტს ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ, რის შემდეგაც დეპუტატები საკითხზე მსჯელობას პარლამენტის ხდომაზე გააგრძელებენ და მესამე მოსმენით დაამტკიცებენ. მადლობა მანანა დევაძე იყო პირდაპირ ეთერში.